ცხადია, ეს ძალიან მარტივი არის თითქოს გასაგებად ეს ყველაფერი, მაგრამ აქ არის ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ხაზი გვინდა გავუსვით. ეს არის ამ რომელი მხედართმთავრის რწმენა. ესე იგი, ეს არის შეიძლება ესე ვთქვათ, უწოდოთ სუფთა სახით რწმენა. რა თქმა უნდა, იესოს მოსვლა სახში ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ მისთვის მთავარი იყო აი ეს რაღაც ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ღრმა და მან გამოავლინა საოცარი სარწმუნოება აბსოლუტურად ყოველგვარი გარეგნული მოქმედებების გარეშე დაიჯერა, რომ იესოს შეეძლო ამ ადამიანის განკურნება და სთხოვა. აი მარტო განკურნებას თხოვა და იესომეს აღასრულა. ეს არის შეიძლება ითქვას, აი ეს სუფთა რწმენა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ შეიძლება სხვა რამეც ვითხოვოთ მე უფლისაგან და ადამიანური მხარეც ვითხოვოთ. ანუ ის რომ ჩვენთან სტუმრად მოვიდეს, ანუ ის რომ ჩვენ რაღაცნაირად ურთიერთობა დავამყაროთ მასთან, როგორც ადამიანთან, ძალიან მიმზიდველია ეს ყველაფერი. მაგრამ აქ არის ლაპარაკი სუფთა რწმენას. აი სუფთა რწმენა ჩვენ უნდა ჩვენ თავს ვკითხოთ, გვაქვს ჩვენ ეს რწმენა თუ არა გვაქვს. აი თუ არა გვაქვს, ჩვენ აი სწორედ აი ეს უნდა შევთხოვოთ უფალს, თვითონ უფალს უნდა ვთხოვოთ, რომ ეს რწმენა ჩვენ მოგწეს. წმინდა სახით რწმენა. როგორც შესთხოვა თვარეული ბავშვის მამამ. გჯერაო? იესო მკითხა. წამს უფალო შეეწიე ურწმუნოებასა ჩემს. აი ესეთი სიტყვები უთხრა. ანუ არ ჯერა საკმარისა და შენ უნდა მომწე ეს რწმენა. აი ჩვენ უპირველეს ყოვლისა ღმერთს უნდა ვთხოვოთ აი ეს სუფთა სახით ეს რწმენა. ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა, ცათასა და სიმართლესა მისა და მერმე ყოველივე შეგეძინოს თქვენ. აი ეს მერმე შეგვეძინება თუ არა ყოველივე ეს უკვე უფრთხილშია. ჩვენ უნდა ვითხოვოთ თავარი სასუფეველი ცათა. უნდა ვითხოვოთ თავარი ღვთისაგან დალოცვა, წყალობა, განკურნება და უფალი ამას მოგვანიჭებს. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არც ღმერთი.